საქართველოს რეგიონში დასახელდა პირველ უსაფრთხო ქვეყნად ამერიკის შეერთებული შტატებმა დაასახელა. თქვენი აზრით რისი დამსახურებაა ეს ფაქტი? ეს რის დამსახურებაა და ჩვენი მთავრობის რომელმაც ყველანაირად არიდა თავი ამ დაძაბულობას და ამ ომს და მადლობა მათ მაგისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოს არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა რეგიონში. თქვენი აზრით რამ განაპირობა, რისი დამსახურებაა ეს ფაქტი? ალბათ იმიტომ რომ სიწყნარია, მშვიდობა, ტურისტი ჩამოდის, ყველგანომია და ჩვენ დავჭით მარტო ისე. ჩვენ შეგვიძლია არამთია ცეცხლი. ასე რომ არ დავანთოთ ჩვენ ცეცხლი, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. საქართველოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასახელა რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად. თქვენი აზრით რისი დამსახურებაა ეს სტატუსი და ფაქტი? მშვიდობა როა იმისი. მშვიდობა ყველგან აქეთ ომია გაჩაღებული და ჩვენ ვართ მერთო დაცულები ვართ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განახლებული ინფორმაციით, საქართველოს რეგიონში არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. თქვენი აზრით რამ განაპირობა ეს ფაქტი? ვიცი, ალბათ ჩვენ თავრობის პოლიტიკა. უსაფრთხო რავი რა, რითია უსაფრთხო რავი მე. ტურისტებისთვის მაგალითად სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყანაა ნაკლები კი. კი. ბეთახი. ასეა ალბათ, იმიტომ რომ სავსეა უცხოელი ტურისტებით საქართველოს. საქართველოს დასახელდა ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად. რისი დამსახურებაა ეს? ჩვენ თავრობის ვის დამსახურება უნდა. ჩვენ თავრობის. აი რა მოგწონთ რითი გრძნობს თავს უსაფრთხოდ თქვათ? უსაფრთხოდ ეხლა არც ერთი ქვეყანა არ აგრძნობს თავს, არეულია მთელი ქვეყნები და აბა რა მოგეხსნა. მაგრამ ჩვენთან სამხედრო დაპირისპირება არ არის. ჩვენთან არ არის ჯერჯერობით და რა ვიცი, თუ ვიღაცა ეცდება იმას რომ მოხდეს ეს დაპირისპირება და არიოს ქვეყანა, მაგის სპეციალისტებიც არიან ახლა. ჩვენ ვართ ყველა მშვიდობის მომხრე, რომ მშვიდობა იყოს. არც არავის შევაწუხებთ, ნუ ჩვენ შევაწუხებთ. აი გზევით რო დგას კიდე ქალბატონი, ხო იცი? ეს ხელში რო ხმალი უჭერია, ხო? რატო უჭერია იმას ხმალი? ვისაც საჭიროა თავს მოაჭერის, ვინც კიდე კაი გულით მოვა ჩვენთან, აი სავსე ფიალით შეხვდება. რა ვიცი, ალბათ ომში რო არ ჩავებით, არა? ამას გარდა ტურისტულადაც ტურისტებს მოუწოდებენ რომ საქართველოს ტურისტებიც მოდიან, ხო. უსაფრთხო რო არის, ალბათ იმიტომ მოდიან. უსაფრთხო რო არ იყოს, ხო არ მოვლენ. რეგიონში საქართველოს დასახელდა ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად. თქვენი აზრით რისი დამსახურება არის ეს ფაქტი? სწორი პოლიტიკის. უფრო რცად ხო არ მეტყვით? უფრო რცადაც ხომ არ მეტყვით? რავი, ახლა ეს სწორი პოლიტიკა არ მიდიოდეს, ნახდათ თუნდაც იქნება ჩვენი საქმე. ვერ შენაიღებდი ინტერვიუს და ვერც მოგცევდი რა. 100% არის ეს და სწორი პოლიტიკის ამბავია, მეტი არაფერი.